ირანზე ბევრს საუბრობენ. სად არის ირანი? მოიცადეთ, ჰორმუზის სრუტე აქ არის. მაგრამ ირანი სად არის? აქ. და აქ არის ჰორმუზის სრუტე. მაგრამ ირანი სად არის? მოიცადეთ და ამშვიდდით. კარგი, ნახევარი ქულა ევროპის მინისტრს. მან მაინც შეძლო ჰორმუზის სრუტის მდებარეობის ჩვენება. გავაგრძელოთ. ხედავთ ამ რუკას. რას მიკეთებთ მაშინ ერთ? სად არის ირანი? მოიცადეთ. გონი აქ არის, არა? არა, ეს ბულგარეთია და ევროპაშია. არ შეიძლება რომ Google გამოვიყენო. სანამ Google-ის პასუხს დაველოდებით, კიდევ ერთი მცდელობა, ფაბიენ კელერთან, სტრასბურგის ყოფილ მერთან. მაქვს ერთი ძალიან მარტივი კითხვა. ნახავთ, აქ არის რუკა. დიახ. სად არის ირანი? ირანი აქ არის. არა, ირანი თურქეთი არ არის, მაგრამ ახლოს ხართ. აქ. საბედნიეროდ შეცდომა გამოასწორეთ. დიახ, გამოვასწორე. კიდევ ერთი მცდელობა, მარი ტუსენთან, ეკოლოგისტების სიის ლიდერთან. სად არის ირანი? რომელია ირანი? აქეთ არის? აირჩიეთ. არა. რომელი? გონი ეს არის. 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. არა, ეს ავღანეთია. ხო, ეგ არის. ან ტაჯიკეთია, ან ავღანეთი. მოკლედ, სადღაც აქეთ. სადღაც აქეთ. კარგი, პროგრესი გვაქვს. გავაგრძელოთ კიდევ ერთ ფრანგ პარლამენტართან, დავით კორმანთან, რომელიც უკვე 7 წელია ევროპარლამენტარია. სად არის ირანი? აუ, აი უკვე შახმატია. ალბათ აქეთ სადღაც. არა, ეს საუდის არაბეთია. მოდი შევაჯამოთ ევროპარლამენტართან, როგორ ხსნის ის ამდენ არასწორ პასუხს. ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო ცოდნა. ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. არის ბევრი საკითხი, რომელიც უნდა ვისწავლოთ. ამიტომაც არ ვართ მოსიარულე ენციკლოპედიები. ვცდილობთ მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ. Et donc, on n'est pas des encyclopédies sur